რა ფორმით უნდა მოხდეს პრაქტიკაში ურთიერთქმედების მექანიზმების განხორციელება. პრემიერმა დღეს ახალი ინიციატივა გააჟღერა. ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა ექსპერტებს აქტიურად ჩაერთონ ეკონომიკური პროცესების განხილვაში და შუამავლის როლი იქისრონ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ეკონომიკური პრობლემების განხილვის დროს. პრემიერმა დღეს სახელმწიფოს და ბიზნესის ურთიერთობაზეც ისაუბრა. პრემიერი აცხადებს, რომ არსებობს პრობლემები და ერთ-ერთი ასეთი პრობლემა სახელმწიფოს ვალია, რომელიც ქვეყანას კომპანიების მიმართ ჰქონდა დაგროვილი. სოფო ხანაშვილი მუშაობდა დღეს თემაზე. სოფო, რა ვალი აქვს სახელმწიფოზე, როგორ მოხდა ამ თანხების დაგროვება? საუბარია იმ თანხებზე, რომელიც კომპანიებს სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი პროექტების განხორციელების შემდეგ ანაზღაურების სახით უნდა მიეღოთ, როგორც დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რომელიც ასევე არის პრობლემური ინფრასტრუქტურული პროექტების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე. მან განაცხადა, რომ მსგავსი კომპანიების ზუსტი მონაცემები არ არსებობს რეესტრი, სადაც ასახული იქნება ყველა ის კომპანია, რომლის მიმართაც სახელმწიფოს აქვს დავალიანება, თუმცა სტატისტიკური მონაცემები, რომელიც კომისიას გააჩნია, ამ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 8 კომპანია ელოდება სახელმწიფოსგან შესრულებული სამუშაოს საფასურის ანაზღაურებას და ჯამში ეს თანხა 10 მილიონ ლარს შეადგენს. ბათუმის ტაუერის სახელით ცნობილ 200 მეტრის სიმაღლის შენობას, რომელიც დღემდე უფუნქციოდაა დარჩენილი, ამ დრომდე მეთვალყურეობას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ზიმო უწევს. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ტაუერი ააშენა. მშენებლობა 2012 წლის ოქტომბერში დასრულდა, თუმცა დღემდე სახელმწიფოს ზიმოს 5 მილიონი დავალიანება აქვს. სამწუხაროდ სულად დღეის მდგომარეობით არ არის ანაზღაურებული. საორიენტაციოდ დაახლოებით 5 მილიონის დავალიანება გააჩნია კიდე ბათუმის ტაუერს. 1 ოქტომბრამდე მუშაობდი და 1 ოქტომბრის შემდეგ უკვე ვინაიდან ვეღარც ექსპერტიზა ჩატარდა, ვეღარც ვერაფერი ჩატარდა და ფუნქციაც აღარ ჰქონდა უკვე ამ შენობას, ამიტომ მოხდა თანხის დაგროვება და იმედია რომ ცოტახანში მალე გაგვისტუმრებენ. სახელმწიფოსგან შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოლოდინში ზიმოსთან ერთად ოფიციალური მონაცემებით კიდევ 7 კომპანიაა. მათ შორის ბლექსი გრუპი, რომელმაც ანაკლიაში აკვაპარკი ააშენა. ქუთაისში მთავრობის სახლის მშენებელი კავკასუს როუდ პროჯექტი. იჟბშენი წყალტუბოში დევნილთა სახლების მშენებელი კომპანია, შეზღუდული პასუხისმგებლობის სანი, რომელმაც დასავლეთში გამწვენდი ნაგებობა ააშენა. ჩვენ როდესაც მოვედით მთავრობაში, დახვდა ძალიან დიდი რაოდენობით ვალები ამ კომპანიებისადმი დაგროვილი. ეს არ გადახდები დაწყებული იყო მანამდე. საკითხის შესასწავლად მთავრობამ 2013 წლის აპრილში პრობლემური ინფრასტრუქტურული პროექტების შემსწავლელი კომისია შექმნა. მის შემადგენლობაში 6 მინისტრი, მათი მოადგილეები და სააგენტოს ხელმძღვანელები შედიან. კომისიის წევრები ამბობენ, რომ თითოეული კომპანიის საკითხს კომისია ინდივიდუალურად სწავლობს. კომისიური წესით ვაფასებთ ასე ვთქვათ შესრულებულ სამუშაოებს და ჩვენი განწყობა არის, რომ ბიზნეს ფული აუნაზღაურდეს. ეს არის ჩვენთვის ასე ვთქვათ მემკვიდრეობით მიღებული პრობლემა და პირიქით ჩვენ ამ პრობლემის გამოსწორებაზე ვმუშაობთ და ყველა იმ ბიზნეს რომელსაც ეს სამუშაოები შეასრულა საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ეს თანხები აუნაზღაურდება. შექმნიდან დღემდე კომისიამ სულ 15 კომპანიის საქმე განიხილა. ამ დროისთვის შესწავლის პროცესში 8 კომპანიის საკითხია. ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით საქმე 10 მილიონამდე ლარს ეხება. ანაზღაურებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე კომპანიის მიერ შესრულებულ პროექტს ექსპერტიზა უტარდება. ზოგიერთ მათგანს გადაუვადეთ პროექტის დასრულების ვადა იმისათვის, რომ დაასრულოს ვადა და შემდგომ მიიღოს ანგარიშწორება. ზოგიერთ შემსრულებელთან დაკავშირებით მოთხოვნილია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხრიდან და ექსპერტიზის ეროვნული ბიურო როცა დაადგენს პროექტის ზუსტ ღირებულებას, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დარჩენილი თანხების ანაზღაურება. ამიტომაც ჩვენ ყველა კომპანიას უდგებით ინდივიდუალურად. მშენებლობები მსგავსი ქუთაისის პარლამენტის ბათუმის ტაუერი შეარქვა, ტაუერები უყვარს ერთგაც და აბსოლუტურად გამოუყენებელია შენობა, რომ იცოდეთ არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ და სხვა მსგავსი ანაკლიის აკვაპარკი ესე შემდგომ შენდებოდა უხარისხოდ სწრაფად ერთდღიანი ეფექტის მისაღებად. ძალიან ხშირად ამაში იყენებდნენ კერძო კომპანიების დაუფინანსებელ რესურსებს სახელმწიფომ დაუბრუნებელი DGG-ის სახით 1,5 მილიარდი ლარი ამოიღო ბიზნესიდან. წინა ხელისუფლების პირობებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ბიზნესზე ზეწოლაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ კერძო სექტორს პროექტებში ინვესტიციის ჩადებას აიძულებდნენ. ძალიან ბევრი კომპანია, რომელსაც არ გადაუხადეს დროულად, იგივე ბათუმის ტაუერის მშენებელს 5 მილიონი ლარი დღესაც დავალიანება აქვს სახელმწიფოს ეკონომიკის სამინისტროს, 100 მილიონამდე არის ესეთი და ძალიან ბევრი კომპანიებია დაზარალებული სახელმწიფოს მხრიდან, რომ მას
აიძულებდნენ პრაქტიკულად კი არ ურჩევდნენ მიიღოთ მონაწილეობა მშენებლობაში და შესაბამისად არ ფინანსდებოდნენ. პრობლემური ინფრასტრუქტურული პროექტების კომისიის ბოლოს ხდომა 2 სექტემბერს გაიმართა კომისიის წევრები თვეში ერთხელ იკრიბებიან მომავალ შეხვედრაზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართება, შესაძლოა რამდენიმე კონკრეტული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხი გადაწყდეს. პრემიერ-მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე. ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ციფრების მიხედვით მართლაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ვარდნა შეინიშნება, თუმცა პრემიერმა იქვე განმარტა, რომ ეს არა მოქმედია, არამედ წინა ხელისუფლების ბრალია. ჩვენ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის შეფასება ვთხოვეთ ექსპერტებს, ანალიტიკოსების შეფასებები და პოზიცია განსხვავებულია. 30% შეგდიოდნენ, მაგრამ უკვე დრო მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესებამ ბოლო 10 თვის განმავლობაში უკვე ტენდენციური ხასიათი მიიღო. აქ უკვე ტენდენციასთან გვაქვს ადგილი და არა ერთეულ ჩავარდნებთან რომელიმე კონკრეტულ თვეში. საქართველოში ქართულ ეკონომიკაში არის სტაბილურად მძიმე მდგომარეობა. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის კრიზისი, მაგრამ ეს არის იმის ნიშანი, რომ კრიზისის ნიშნები შეიმჩნევა და კრიზისი მოსალოდნელია წლის ბოლოსთვის დადგეს. საქართველოში მდგომარეობა მერტულება არ გვაქვს, საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულება საფრთხე არ ემუქრება, ეკონომიკის ზრდა ფიქსირდება, თუმცა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეს ზრდა არ არის საკმარისი და ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი. იმისათვის, რომ ბიზნესი გახდეს უფრო აქტიური. თუმცა მე ვფიქრობ, აი არჩევნების მერე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს პროცესი უფრო ხელშესახები და აქტიური გახდება. ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მიზნით დღეს პრემიერ-მინისტრი პრესკონფერენციაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა. ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ეკონომიკურ პრობლემებზე სასაუბრო ჩუამავლის როლი უნდა იკისრონ. ექსპერტებმა ეს შეთავაზება მოყვა ცალმხრივ შეთავაზებებს, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე ოპოზიციის მხრიდან. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ გუშინ დავით ბაქრაძე გამოვიდა კიდევ ერთხელ ინიციატივით, რომ მომხდარიყო ეკონომიკურ პრობლემებზე სასაუბროდ ხელისუფლებისა და უმრავლესობის შეხვედრა. დღეს ნაციონალურ მოძრაობაში პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივასაც უპასუხეს. დღეს მოვისმინეთ, რომ მთავრობა არაპირებს მოусმინოს ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ეს ცუდია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ჩემთვის ყველაზე ცუდი იყო იმის მოსმენა და გააზრება, რომ მთავრობა ასევე არაპირებს გაითვალისწინოს ხალხის მოსაზრება და მათი კონკრეტული გაჭირვება. მთავრობას ასევე არ აინტერესებს, როგორც ჩანს, იმ რუსთაველების გაჭირვება, რომლებმაც ბოლო რამდენიმე თვეში დახურული მეტალკონსტრუქციის ქარხნების გამო დაკარგეს სამუშაო. იმ ხციცელების გაჭირვება, რომელიც უკვე 1 წელია სოფელში შეყვანილი გაზის მილიდან ელოდებიან საკუთარ ოჯახებში გაზს. იმ ტახტის ძირელების გაჭირვება, რომლებსაც ბოლო პერიოდში მასიურად მოუხსნეს სოციალური დახმარება. იმ თბილისლების პრობლემები, რომელიც დღემდე ელოდებიან იპოთეკური კრედიტის პრობლემის გადაწყვეტას. ეს არის ყველაზე სამწუხარო, რომ როგორც ჩანს, მთავრობას არ აწუხებს, არ აღელვებს ამ ადამიანების პრობლემები და კვლავ აგრძელებს საუბარს რაღაც მითიურ ეკონომიკურ განვითარებაზე და გრძელვადიან ეკონომიკურ გეგმებზე. ჩვენ მსგავსი შეთავაზებები არაერთხელ გავაკეთეთ. უფრო მეტიც ჩვენი გუნდის წევრმა ზურა ჯაფარიძემ ღია წერილითაც კი მიმართა პრემიერ-მინისტრს ეკონომიკურ გუნდს, იყო შეთავაზებაც კონსულტაციებზე, მაგრამ მათი მხრიდან ამას გამოხმაურება არ მოხოლია. მათ გადაწყვიტეს, რომ ებრძოლონ ციფრებს, ებრძოლონ მონაცემებს, ებრძოლონ სტატისტიკის დეპარტამენტს. ამით სურათი არ შეიცვლება. სამწუხაროდ ეკონომიკა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და დღეს ეს თვითონ პრემიერ-მინისტრს დაადასტურა პირველად. ძალიან კარგია რომ დაადასტურა, მართალია შემდეგ ყველაფერი ნაციონალურ მოძრაობას გადააბრალა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პირველი ნაბიჯია. ამ ეტაპზე მთავრობას მოუწია იმის აღიარება, რომ ეკონომიკა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ხვალდაზე ეგ უკვე პრემიერ-მინისტრსაც, ეკონომიკურ გუნდსაც მოუწევთ იმის აღიარება, რომ ეს არის მათი არასწორი პოლიტიკის შედეგი. ჩვენი ინიციატივები კონკრეტული, მათ შორის საკანონმდებლო თუ არასაკანონმდებლო, ჩვენ ვაცნობთ მთლიანად ყველა საზოგადოებას. ამ საზოგადოების ნაწილებიც არიან ის ექსპერტები, როდესაც ეხლა ზიან და ისინი უწერენ ქართულ ოცნებას რაღაც გეგმას, აიღონ ჩვენი ინიციატივები და გამოიყენონ. ჩვენ არ გვჭირდება მათთან თალკე შეხვედრა და ამის გაზრება. ჩვენ საჯაროდ გვაქვს ეს გამოქვეყნებული, მათ შორის ჩვენ ვებგვერდებს, იქ არის ძალიან კონკრეტული საკითხები. ჩვენ ძალიან კონკრეტული ინიციატივები, რომელიც ყველა მიცის, მათ შორის საზოგადოებაც იცის, თუ მათ აქვს სურვილი ეს გამოიყენონ, ამას არ ჭირდება კიდევ ვიმეორებ თალკე შეხვედრა იმ ექსპერტებმა, რომლებსაც დაწერეს ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამა, რომელმაც არ გაამართა და საქართველოს ეკონომიკა მიიყონა პრაქტიკულად ჩამოშლამდე.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდრა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა და დღევანდელი პრესკონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვა იყო, რაც შეეხება იმ კომპანიებს, რომლის მიმართაც სახელმწიფოს დავალიანება აქვს, მოხდება თუ არა მათთვის ამ დავალიანების ანაზღაურება, ეს ერთის მხრივ დამოკიდებულია იმ ექსპერტიზაზე, რომელიც მიმდინარეობს და მეორეს მხრივ დამოკიდებულია უკვე კომისიის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ერთ თვეში შეიკრიბება. მადლობა სოფო, ეს იყო სოფო ხანაშვილი.